სანამ ჯგუფს გავაკეთებდით, არც ერთი ახალი წელი მე სახში არ მქონია. 17 წლის მერე. არც ერთი ღონისძიება მე სახში არ მქონია, არანაირი დასვენების დღე არ მქონია, ანუ ყოველთვის ვიყავი კონცერტების წამყვანი. ხო და ეს ჯგუფი რომ შევქმნიდა, რომ გაჩერდა ასე ვთქვათ შეკვეთები რა კონცერტების, რომ აღარ მიწვევდა წამყვანი, მაგრამ რა ხდება? ანუ რა ხდება? და მე მითხრა შემამეგობარმა დამიეკართ ხო რა ის წამყვანებდა გუჩიო და მეთქი ანუ რატომ მეთქი და თამუნა ხო შენ ისე საქმეს აკეთებ რომ კონცერტი როგორ უნდა წაიყვანაო და აი მანდ მივხვდი რომ დავთავრდა ჩემი ეს ეტაპი ცხოვრებაში იმიტომ რომ ძალიან უხერხულია აქეთ ახლა გარდაცვლილ ბავშვებს ვეცებ და იქით ტაში ამიტომ ბევრი რაღაცის დათმობა მომიწია ამ ჩემი საქმიანობის გამო მაგრამ ღირდა რა თქმა უნდა ანუ არის ფოტო წუწურებ აი ჯობდა არ ჯობდაზე ვერ ვიტყვი ხა რომელი ჯობდა და რომელი არ ჯობია ეს ცოტა სხვანაირი ამბავი ზოგს ის ურჩევნია ზოგს ეს ურჩევნია მაგრამ იმ საქმისთვის თავის დანებება და ამ საქმეზე გადმორთვა რა თქმა უნდა ღირდა თუნდაც იმიტომ რომ ამდენი ოჯახი დავაკავშირეთ ერთმანეთს თუნდაც ამიტომ მაგრამ მაინც ესა ბავშვობა მინატრება და ის სიტუაცია და ის მდგომარეობა ის ხალხი ვისენთაც მუშაობდი